Emerald Pennelis Saltburn-ის რეჟისორის უახლესი ფილმი, ქარიშხლიანი უღელტეხილი, ანუ Wuthering Heights, დიდ კონტროვერსიალურ დისკუსიებში აღმოჩნდა ამ ბოლო დროს. ისევე როგორც ფილმის კრიტიკოსების, ასევე ემილი ბრონტეს მე-19 საუკუნის ნაწარმოების ფანებს შორის. მე ეს ფილმი ჯეიკობ ელორდის და მარგო რობის მონაწილეობით ნახე გუშინ. მაგრამ წიგნი არ მაქვს წაკითხული. სამაგიეროდ დღეს მყავს სტუმარი, დამწყები კონტენტ კრეატორი კატო წულაძე სტუდიაში. ბრავო! დღეს ჩვენ შევეცდებით, რომ გავცვალოთ ჩვენი შთაბეჭდილებები, ამოვხსნათ რა იმალება რეალურად ამ ნაწარმოების მიღმა და რატო გამოიწვია ამხელა პანიკა საზოგადოებაში. მე გახლავართ დამწყები კონტენტ კრეატორი, როგორც აღნიშნეთ. Tea with კატო, ჩაი კატოსთან, ვარ მე-12 კლასელი. რადგან წიგნების კითხვაც მიყვარს და ჩაის დალევაც, რაღაცნაირად გავაერთიანეს ყველაფერი და სიმბოლოები და გადავწყვიტა, რომ ყოფილიყავი Tea with კატო. წიგნი არის უფრო მეტად გოთიკური ტრაგედიად შეიძლება ვუწოდოთ, ან რაღაც ფსიქოლოგიური ჟანრის ნოველა, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება რაღაც მისტიური ჩანართებიც, ელემენტებიც, არის ტრაგიკული პერსონაჟებიც სავსე, მძიმე და საკმაოდ მკაცრ გარემოში მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველაფერი, აქედან გამომდინარე, ხო, უფრო რომანტიკაზე უფრო მეტად ტრაგიკაა თავიდან ბოლომდე ეს წიგნი. პერსონაჟები, მთავარი პერსონაჟები არიან კეთრინი და ჰითკლიფი, ფილმშიც ასეა, თუმცა რამდენიმე თაობას შორის ხდება მოქმედება, აქედან გამომდინარე, ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ასევე უცნაური იყო და ცოტა გაუგებარი, რომელი პერსონაჟები არჩია ფილმში რეჟისორმა მთავარ როლებში, იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუნდაც კიდევ სხვა პერსონაჟები თვითონ წიგნში. კეთრინის და ჰითკლიფის ურთიერთობაზე აგებული, რომლებიც საერთოდ განსხვავებული წარმოშობის და განსხვავებული ოჯახებიდან მოდიან, ასევე ენშოების და ლინთონების ოჯახების ურთიერთდამოკიდებულებაა და მათ შორის განვითარებული მთლიანი დრამატული მოვლენები. ეხლა ის ძალიან ზოგადად თქვი, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად გინდა რომ დეტალებში ჩავიდე. მე გეტყვი, რომ ფილმი არის სუფთა ესთეტიური დრამა, მხოლოდ ამ ორი ადამიანის გარშემო რო ტრიალებდა ისტორია, თითქოს ძალიან ზედაპირულად მეჩვენა, ანუ იმდენად არ ჩავიდა დეტალებში, თუნდაც ისეთ თემებს შეხებოდა, როგორიც არის თქვა სოციალური კლასი, რაღაცა სოციალური სტატუსი, ქალისა და მამაკაცის უფლებები იმ დროში საერთოდ იგნორირებულია. უბრალოდ ვუყურებდი ორ ლამაზ ადამიანს, როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორ არიან ამ ტოქსიკურ, ობსესიურ მორევში ჩაფლულები და ამის გამო როგორ ინადგურებენ ცხოვრებას. ხო, ეს რაღაც ესთეტიური სილამაზეც ზოგადად არ ვთვლი, რომ დანაშაულია, უბრალოდ რაღაცა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა წიგნში ეს არ უნდა გადაფაროს. მაშინ რა თემებს გამოყოფდა? სამი ცენტრალური თემა მითხარი, რომელიც ფიგურირებს და ღრმად არის ჩაქსოვილი. პირველ რიგში კლასობრივი დაყოფა, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს განაპირობებს რიგ მოვლენებს, მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც ხდება. ქალთა უფლებებიც შეიძლება აღვნიშნო, იმიტომ რომ კეთრინის პერსონაჟი რომ გავიგოთ, ამისთვის აუცილებელია თვითონ იმ პერიოდში ადამიანის უფლებებზე საერთოდ რა წარმოდგენა არსებობდა. და კიდევ ერთი, სიყვარულიც. სიყვარული და ობსესიური სიყვარული. ასე შეიძლება ვთქვათ. ოკეი. აი მე როგორ ვიტყოდი, იცი რომ აი ფილმში ფიზიკური ლტოლვა არის უდიდესი თემატიკა. ანუ ეროტიული სცენები არის. ეროტიული სცენები არის ბლომად. 0%-ია ეროტიული სცენა წიგნში, ან 0% მართლა გულწრფელად. კოცნაც კი არ არის. მართლა? არა, არც მოხსენდება, არა. არის აი ქიმია იგრძნობა, მიზიდულობა არის, განსაკუთრებით ერთადროთიანი სცენა არის, მაგრამ ემილის ბრონტეს, ავტორს არც სურდა ან ამაზე ყურადღების გამოხილვა, იმიტომ რომ არ იყო საჭირო იმდენად რადიკალურად განსხვავებულ საკითხს ეხება ეს ადამიანი წიგნში. ჰითკლიფი და კეთი ერთმანეთთან არიან და კეთი ღალატობს თავის ქმარს. ჰითკლიფთან? კი. უცნაურია. ფერიშიც. კი. და მაგის გარდა არის ვიტყოდი რომ 30% არის დაახლოებით ეს რომეო და ჯულიეტასებრი forbidden love რო იტყვიან,
რომ ანუ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთად, მაგრამ გვინდა რომ ვიყოთ ერთად და 20% იქნებოდა სოციალური სტატუსი და უფლებები. და ისიც ირიბად. ის პრეცედენტი არასოდეს არ იქნა განხილული, რომ იმდენად ძლიერია ჩემი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ, რომ მასთან ერთად შიმშილი და წვალება უფრო მირჩევნია, ვიდრე ეს რაღაცა პომპაზური რაღაც კოსტიუმებით და რაღაცებით მოცული ილუზია. მანდ მთავარი ფაქტორი არის ზუსტად ეპოქა, რომელშიც ეს ორი ადამიანი ცხოვრობს. იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს, ორი პერსონის გადაწყვეტილებებს იდეაში განაპირობებს ზუსტად ეგ. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია რომ განვსაჯოთ ისინი დღევანდელი გადმოსახედით, იმიტომ რომ არის 1847 წელს გამოიცა წიგნი თუ არ ვცდები და დაახლოებით ამ ეპოქაში აღწერს თვითონ ავტორიც. შესაბამისად, ქალთა უფლებები პირველ რიგში არ არის. იმიტომ რომ ქალს არ აქვს ქონებას ვერ შეიძენს. თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული ფინანსურად მამაკაცზე. შესაბამისად, ხო, კეთრინი, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, სწორედ აი ამ სოციალური სტანდარტებიდან გამოდის. პარალელურად სოციალური დაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იმ პერიოდის ინგლისისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ამაზეა ფაქტობრივად დამოკიდებული. ეს არის ადამიანის ბედი, როგორ სოციალურ სტატუსსაც შეიძენს დაბადებიდან თავიდან ბოლომდე ის გაყვება, იმიტომ რომ სიმდიდრე მაინც და მაინც არ განაპირობებს იმას, რომ შეიძლება სტატუსი აიმაღლოს, მაგალითად ჰითკლიფის შემთხვევაში, იმიტომ რომ მას ის შემდეგ გამდიდრდა, მაგრამ მას მაინც არ ჰქონდა თავისი ლეგალური, ესე ვთქვათ, ქონება მემკვიდრეობით შეძენილი, არც სახელი ჰქონდა, არც ოჯახი და წინაპრები ჰყავდა. შესაბამისად, სოციალურ დაყოფას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ პერიოდში. გათხოვება, როგორც ცნება, დაქორწინება არის სასიაცხოდ მნიშვნელოვანი და ქალისთვის გადარჩენის ტოლფასია, არაფრის გარეშე რომ არ დარჩეს. შესაბამისად, ხო, აი ამ რაღაც ნორმებიდან გამოდის ორივე პერსონაჟი და რაღაც გარკვეულ არჩევანს აკეთებს თითოეული მათგანი. კეთრინის სიკვდილი არის წიგნის შუაში. შემდეგ რას ამბობ? კი. წიგნის შუაში ხდება. მერე იბადება, მერე მისი ქალიშვილი, რომელსაც ასევე კეთრინი ქვია. ვისი ქალიშვილი? კეთრინის ქალიშვილი. კეთრინის ქალიშვილი ყავს? მოიცა იმ ქმართან გააჩინა შვილი? ეს კეთრინის შვილი. რომელსაც ასევე კეთი ქვია. ფილმში, ფილმში დაემართა კეთრინის სეფსისი და ის ბავშვი და კეთრინი ორივე ძალიან მოკვდა. მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ვერ უძლებს ფსიქიკა მაგ სტრესს და უკვე სხეულზე გადმოდის ეგ დაავადება და იმის გამოკვდება იდეაში კეთრინი, რომ საკუთარი იდენტობა ვერ წარმოაჩინა იმ სისტემაში, რაშიც ცხოვრობდა. და თავისი სრულიები და რეალობა იყო აბსოლუტურ აცდენაში. და ამიტომ ორივე ადამიანი მისთვის ნიშნავს განსხვავებულ რაღაცას. ჰითკლიფი ემოციურ სტაბილურობას აძლევს, ანუ ბედნიერების განცდას უტოვებს, იმიტომ რომ გულწრფელად უყვარს, მაგრამ გამომდინარე სოციალური სტანდარტებიდან, ნორმებიდან, დოგმებიდან, ეპოქიდან, რომელშიც ცხოვრობს და სისტემაში, სადაც უწევს თვითონ განვითარება, უსაფრთხო არჩევანი არის ედგარი, რომელსაც არის მდიდარი, და მისცემს იმას, რაც ქალს რეალურად სჭირდება იმ ეპოქაში, რომ გადარჩეს. და ყველაზე დიდი შეცდომას უშვებს იქ, რომ გონია ორივეს დაიტოვებს. ანუ ემოციურად ჰითკლიფთან იქნება ახლოს და სოციალური სტატუსისთვის უნდა ეყოლება ედგარი. მაგრამ როცა ხვდება, რომ ეს ორი რაღაც ურთიერთსაპირისპიროა და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ერთად ორივე ჰქონდეს, მან იწყება მისი პიროვნული დეგრადაცია. ხო. და სიცოცხლის ბოლომდე მაგ არჩევანს ვეღარ აკეთებს. ვერ აკეთებს და მე მგონია, რომ ალბათ ეს ვერც ვერ გააკეთებდა, შეუძლებელია მაქედან გამოსავლის პოვნა. კეთის განვითარება არის ნული ფილმში. რა განვითარება, რა არკა, რა ისა, საერთოდ გოგო ერთადერთი კათარზისული მომენტი რაც მოხდა ფილმში იყო, როდესაც თავი რატო გაიქცა ჰითკლიფი, რომ გაიგო, რომ კეთი ამბობდა, რომ მე მას ვერ გავყვები, იმიტომ რომ ის მე დამამცირებს, ანუ ჩემს
სტატუსს დამიმცირებს და ვერ გავყვები და ამიტომ არასოდეს არ ეცოდინება როგორ მიყვარს. ხო და ის ფრაზა გამოიყენა ზუსტად რომ მე მეგონა რომ შენ დამამცირებდი და არ მეგონა რომ მე დავიმცირებდი ჩემ თავს და მანდ ვიყავი როგორ იცი ვაიმე როგორც იქნა მეთქი მიხვდა მეთქი გადაწყვიტა ანუ მიიღო გადაწყვეტილება და აღარ დაამთავრებს მოჭე რა დაამთავრებს. თითქოს ფილმში იყო ეს კათარზისული გამოღვიძების სცენა იყო ჩამატებული რა ხო და ფილმში მიაღებინეს გადაწყვეტილება და ეგ გადაწყვეტილება უგულებელყეს ეგრევე მეორე სცენაში იმიტომ რომ მეორე სცენაში ჰითკლიფი გაბრაზებული წავა და ელიზაბეტს თხოვს ხელს მამა დასაწყისშივე გარდაეცვლება კეთილს კი პირიქით ანუ მამამისი ექცევა ეგრე არა და მამამის უყვარს ჰითკლიფი იმიტომ რომ მამამისის მოყვანილია ჰითკლიფი საერთოდ ხო ეგეც ძალიან დამაერო რა მაგან რომ ანუ ჰითკლიფი მამა მოიყვანა შეიფარა შეეცოდა შეიფარა და ამ დროს მეორე სცენაში შოლტით სცემს ჰითკლიფი ყველაზე დიდ სიყვარულს ნუ პირველ რიგში ქეთისგან იღებდა ყოველთვის და მამისგან მამა ადრე გარდაეცვლება და აი ეს მთავარი რისხვა მოდის ძმისგან რომელიც მოსამსახურედ გაიხდეს, აი ძაღალდაც არ აგდებს, რასაც ქვია ჰითკლიფს და დასთან ურთიერთობასაც კი უკრძალავს. ბავშვობიდან ეს დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და ზუსტად ეგ იქნება მიზანი მთავარი ჰითკლიფის, რომ როგორც კეთის ძმა ექცეოდა მას, ზუსტად ისე მოექცეს ძმის შვილს, ანუ იმ შვილს, რომელიც არის მეორე თაობაზე გადადის ეს რისხვა და რას ამბობ? კი და თავის აი კეთის ძმის შვილს გაიხდეს მოსამსახურედ თვითონაც. და არც განათლებას არ მისცემს, არც წერა-კითხვას არ ასწავლის, იმიტომ რომ მასაც ანალოგიურად ექცეოდნენ და ხო, მეორე თაობაზე გადადის, რა თქმა უნდა, ის ტრამვა რაც მიიღო მეორე თაობის ნაწილი ბევრად ცხელია წიგნში ვიდრე ეგ ნაწილი. მეორე თაობა არ არსებობს წიგნსა ფილმში და სხვათა შორის ეგეც არის ზუსტად იმ ცენტრალური თემატიკის ნაკლებობა მარტო მიზიდულობის ძალა მარტო forbidden სიყვარული მარტო ეს ლტოლვა რო არის წარმოჩენილი და ულტრირებული ეს ჰოლივუდურ სცენარში იკარგება ზუსტად ის რომ ეს არის თაობათა შორისი წყევლა თაობათა შორისი ეს ჰითკლიფის ბრაზი კი არ მოკვდა კეთისთან ერთად იმიტომ რომ ადამიანი საყვარელი ადამიანი როცა გარდაიცვლება და აზრი აღარა აქვს აღარაფერს ორი ვარიანტი გაქვს. ან იმ ბოღმას და იმ ბრაზს, თუნდაც სამყაროს მიმართ, თუნდაც ნებისმიერ სხვა ადამიანის მიმართ გაუშვებ და იმ ადამიანს გააყოლებ, ან ჩაიტოვებ და გადაანთხევ თუნდაც იმ ადამიანის შთამომავლობაზე და რაღაცა მე თუ არ ვარ, ეს ეგოისტური დამოკიდებულება, მე თუ არ ვარ ბედნიერი, არავინ არ იქნება ჩემს მერე ბედნიერი. და ჩემი ბედი სხვამაც უნდა გაიზიაროს, ან რაღაცა. იდეაში შურისძიების ამბავი გრძელდება კეთის სიკვდილის შემდეგაც, იმიტომ რომ მთავარი მიზანი იყო ედგარის განადგურება, კეთის ძმის განადგურება, რომელიც მის შვილებს მოუწია ამ ყველაფრის გაზიარება იდეაში. შვილს უფრო სწორედ ერთი შვილი ყავდა. და ხო ეს შურისძიების მომენტი გრძელდება, მაგრამ ეს ადამიანი თავს კარგავს და როცა გონია ჰითკლიფს რომ რაღაც მიზანს მიაღწევს და კი ბატონო მიაღწევს, იმიტომ რომ ბოლოს ლეგალურად მისი ხდება შაშვების კარმი დამოწდა მისი ხდება ქარიშხანი უღელტეხილიც. ბოლოს ყდება სრულიად განადგურებული. ერთადერთი რა მინდა კითხო, იცი? ჰითკლიფი ფერადკანიანია წიგნში? წიგნში ესე კონკრეტულად ემილი ბრონტე არ ამბობს მის ეთნიკურ წარმომავლობაზე დიდად არაფერს კონკრეტულად საიდან მოდის არავინ არ იცის უბრალოდ ამახვილებს ყურადღებას რომ მკაცრად განსხვავებულია სხვებისგან ვიზუალური თვალსაზრისით gypsy like თუ რაღაც მსგავს ახსენებს რომელიც მე მოვიძებდი gypsy არის ბოშა არის და შესაბამისად ოდნავ მოშავო შეფერილობა აქვს კანის. ახლა არც შავკანიანი არ არის, არც თეთრკანიანი არ არის, მაგრამ მოშავო შეფერილობა აქვს. რაც საკმარის მიზეზი იყო იმ პერიოდის ადამიანებისთვის, რომ რაღაც დისკრიმინაცია ყოფილიყო მის მიმართ, მოკლედ. ძალიან არაადამიანურად აღწერს თვითონ ავტორიც და არაადამიანოდაც ეპყრობიან. თან მისი პირადი წარსულიც რო გაუგებარია, ეგეც ბევრს ნიშნავს და ეს ყველაფერი ერთად რო ერწყმის მერე ხო ანუ კანის ფერიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაღაც არის ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეგ განაპირობებს მერე ყველაფერს რაც ხდება. ფილმში მის კანის ფერზე საერთოდ არის აქცენტი გამახვილებული. ერთ-ერთი მე რო ქართველი ვარ მგონი მარტო
მაგიტომ მივხვდი რაღაცა კახელი მიხოსავით არის შეფერილი რა ძალიან ესეთი ყავისფერი ადამიანი თეთრი ქათქათა რაღაც ბრიტანელი არ არის რა ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის კი ბატონო მუშაობდა როგორც რაღაცა ცხენებს უვლიდა იქ რაღაცა მიწას უვლიდა იქ რაღაცა თივა ისა ესა მაგრამ დაციდან ჩაულებრივი მსახური ბიჭი იყო. რასაც მნიშვნელობა აქვს, მან ორი ამბავია, კლასობრივად რო განსხვავდება და რასობრივად რო განსხვავდება და ორივე ახდენს გავლენას ყველაფერზე რაც ხდება ტექსტში. მაგრამ ეს ეთნიკური ნაწილი ალბათ ამოიღეს, ხო? კი, და თან ეს გაშოლტვის სცენები, ჩვენს შემთხვევაში მამა აკეთებს ამას, მაგრამ გაშოლტვის სცენები იყო იმითი გაправებული, რომ ეს კაცი ვერ იყო. ანუ ცუდად იყო არ იყო საღგუნებაზე და მაგიტომ სცემს. მათ შორის მამას იმდენად უყვარდა ესეთ კლიპი, რომ შურის მომენტიც კი ჰქონდა ძმას, რომ აი რაღაც ეცილებოდა, რაღაც ესეთი ვარიანტი იყო და ხო, მაგრამ ყოველთვის მიზეზი არასოდეს ჩემთვის არ ყოფილა ის, რომ ვაიმე როგორ აკნინებენ და როგორ გარიყულია და როგორი არ დამჩა ეგ შთაბეჭდილება. იმიტომ მის გარდა გიჟი იყო და სცემდა. გიჟი იყო, ეს პატრონი ყავდა გიჟი და ძალადობის მსხვერპლი. ძალადობის მსხვერპლი არის სიტუაციურად და არა სოციალურად. არა, სოციალურია თავიდან ბოლომდე. და კეთრინის არჩევანიც, როდესაც ის ედგარს და ჰითკლიფ შორის უბრალოდ ვერ აკეთებს არჩევანს და ბოლოს მაინც ედგართან მიდის. ამ დროს ხო ჰითკლიფი გაიქცევა საერთოდ და უცბად უდიდესი გლოუაფით რო ბრუნდება. ხო, არ ვიცით რა გზებით, მაგრამ დიდრდება. იმიტომ რომ ერთადერთი ხო ჩასაჭიდი მისთვის არის ფული, რითიც შეიძლება რომ სხვებზე შური იძიოს და ანალოგიური გაუკეთოს იმ ადამიანებს და სხვებს რაც მას გაუკეთეს ოდესღაც. ხო და ტრავმა ზუსტად ესე ჩნდება და ესე იბადება. და ყველაზე საოცარი არ არის, მაგრამ ხო, წიგნშიც ამაზე არის გამხურებული ყურადღება, რომ ეს ტრავმა უბრალოდ არ ქრება. თაობაში გადადის და ეს სიძულვილიც კი რაღაცნაირად მემკვიდრეობითია და არის უბრალოდ არ იბადება ადამიანებს შორის. ნელი ფილმში არის აღებული როგორც მარიონეტების მმართველი, puppet master. ანუ ეგ ინტერპრეტაცია არის აღებული ფილმში, რომ თითქოს ნელიმ გააჩალიჩა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ან ჰითკლიფი უყვარდა, ან კეთი ზულდა, ან ორივე. ხო, ეგეთი რადიკალური მოსაზრება არა. არ ჩანს არაფერი. მან ნარატორი ხო ნელია იდეაში. ნუ იდეაში კი ნელია, მაგრამ ნელის აყოლებს ამბავს ვიღაც სტუმარი, რომ ანუ ეგრე იწყება ციგნი, რომ ვიღაც კაცი მოდის, რომელსაც უნდა რომ ამე გაათენოს სასტუმროში, რომელსაც შაშობს კამიდამა. და ქარიშხლონ უღოთ ხელში შეივლის, სადაც ცხოვრობს ჰითკლიფი. აი კეთის ძმის შვილი და კეთის შვილი. და იქ ერევა ეს კაცი ვერ იგებს ვინ არიან ერთმანეთისთვის და მე რენელის აყოლებს ისტორიას, იმიტომ რომ ეს ჰითკლიფი არის ძალიან დაძაბული, ძალიან რისხანე, უგუნებო ადამიანი და აინტერესებს რა სჭირს ასეთი რომ ესე უხეშად შეხვდა სტუმარს და არც კი გაუმასპინძლო წესიერად. ხო, ეს მე-19 საუკუნის წიგნები, თუნდაც ფრანკენშტაინი, თუნდაც რაღაცა ბრონტეების, ეს უეგრე იწყება, რომ ვიღაცა რაღაც შებლაყუნდება უადგილო ადგილას და მე აბა დავიწყოთ თავიდან და მოვყვეთ. იმიტომ გადის სხვას შორის ეს წიგნი უფრო მეტად რაღაც მისტიკურ, ტრაგიკოტიკურ რამეში, რომ მოჩვენებები არსებობს, ანუ ზედან მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს, ეჩვენება ჰითკლიფი და ვიღაც ქალი. რომელიც ერთად არიან და ნუ აშინებენ ხალხს. და ამაზე ყლება ყველა აბსოლუტურად იმ ვინ ცხოვრობს იმ მიდამოებში. და ხო, მოჩვენებები რეალურიც, თვითონ ჰითკლიფსაც ხო მოჩვენებები ჰქონდეს, კეთი რო კარზე ისა ფანჯრაზე აკაკონებს ასე შემდეგ. მე რეალურად ხალხის მოჩვენებებს ხედავს და ეს ხო რაღაც რეალური სამყაროს ნაწილი არ არის და შესაბამისად მომიტო გადის გოთიკაში. უბრალოდ ნელის აქვს ის პოზიცია, რომ მე ვიცი რასაც ვაკეთებ. და კიდე უფრო საშიშია ადამიანისთვის, იმიტომ რომ სხვების ცხოვრებას მაინც განაპირობებს. წერილებზე მას აქვს წვდომა თუნდაც, მაინც იცოდა თუნდაც იმ მომენტში, როდესაც კეთრინი ეუბნებოდა, რომ მე არჩევანს ვერ ვაკეთებ და ჰითკლიფთან ვერ ვიქნები, ამ დროს ჰითკლიფი გვერდით იდგა. იცოდა ეს ყველაფერი, ხმა არ ამოუღია, იმიტომ რომ თან ცდილობს უხეშად არ ჩაერიოს, მაგრამ ამ უხეშად არ ჩარევასაც კიდევ უარესი შედეგები მოჰყვება. ამიტომ მე როგორც ვკითხავს, არ დამრჩენია მაგალითად ის თავერწილება, რომ გამიზნულად რაღაცებს აკეთებს პირიქით, რაღაც კარგი უნდა, გონია რომ კარგს აკეთებს და შეიძლება ამ დროს გამოსდის რაღაც ცუდი. და ესე გამიზნული არაფერი არ არის და არც კეთის მიმართ სიძულვილი იგრძნობა. პირიქით გიждდება კეთიზე ძალიან უყვარს და მის შულსაც მართლა იზედევლება და სიყვარულის მომენტი ჰითკლიფის მიმართ არანაირად არ არის პირიქით. წერილების დაწვა, აი მეორე თაობის ამბავი მე უფრო. იმიტომ რომ
ლინთონს და მეორე ქეთის შორის არის ძალიან დიდი მიმოწერა, თანფარული, რომელსაც ნელი აღმოაჩენს და წავს იმისთვის, რომ ედგარი არ ანერვიულოს, იმიტომ რომ ედგარი კრძალავს, რომ ჰითკლიფთან რაიმე ტიპის ურთიერთობა გქონდეს მის საყვარელ ქალიშვილს. და ედგარს რა ბედი ეწევა? ედგარი გარდაიცვლება, ანუ დაასაფლავებენ მეუღლის გვერდთან, ქეთრინის გვერდით. ძალიან უყვარდა ქეთრინი და ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი უნდოდა მისთვის. და ხო ეს გულწრფელი და ნაზი და ტკბილი სიყვარული ედგარის მხრიდან უფრო იგრძნობა ქეთრინის მიმართ, ვიდრე აი ამ ფილმში ედგარიც ძალიან კარგად არის. მე მაგალითად ედგარის პერსონაჟი ისე შემიყვარდა იმ ხრივ რომ მეთქე რა უნდა ამ კაცამ გოგოსთან, ანუ აი ისიც არის რომ ედგარის მიმართ არის მადლიერი ქეთი ალბათ რაღაც დონეზე, იმიტომ რომ მან გადაარჩინა ტალახს და ჭუჭხს და ასე ვქვია, სიდუხჭირეს ძალიან და მაგაზე ალბათ დიდი აქცენტი იმიტომ არ გაკეთდა, რომ რომანის თემა არის და ღალატობს, მოღალატეა იდეაში. ქეთი და მაგ ასპექტზე რომ გაემახვილებინათ ყველა უფრო მძაფრად აღიქმებოდა აუდიტორიის მიერ ქეთის და ჰითკლიფის რომანი და ამათ ჰოლივუდს რო უნდა რომ ჩვენ და გავშიფოთ მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი მაგიტო? არა, აი ეხლა უბრალოდ კომენტარები მაქვს მოსმენილი რა, ვაიმე როგორი კარგი წყვილია ფილმზე და როგორი უხდებოდნენ და არა როგორ ვიტირე რომ ერთად აღარ იყვნენ და ასე შემდეგ და მე რო წაკითხული მაქვს ეგ არის დიდი აბსურდი, რომ გაშიფოთ, როგორც ქვია, ძალიან ტოქსიკურები იყვნენ და ეს რომანტიული ჟანრი რადგან არ არის, თვითონ ემილი ბრონტესთვის არ იქნება ეს უფრო მიზანშეწონილი, რომ ალბათ არ ენდომებოდა რომ ეგრე გვეფიქრა, იმიტომ რომ ემილი ბრონტეს მიზანი იყო გვენახა ეს ვნება, რომელიც არსებობს ორ ადამიანს შორის, რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს სიყვარული ლიმიტების და საზღვრების გარეშე. ეს იყო ემილის მთავარი მიზანი, რომ აიხსნა. ეს ორი ადამიანი რეალობას უკუაგდებს, არ აქცევს ყურადღებას, თავისას ააკეთებენ და ზუსტად ეგოისტური ქმედებები იწვევს იმას, რასაც იწვევს, რომ ორივე ნადგურდება საბოლოოდ და სიმშვიდეს ვერავინ ვერ პოულობს. ნუ მეორე თაობამდე, სანამ აი ამ ობსესიას ემპათიით და ზრუნვით არ შეცვლიან. ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება ის, რომ ამ ფილმს დაარქვა ადაპტაცია, როცა წიგნის 30%-ს უკეთებ ეკრანიზაციას, ანუ შეიძლება იყოს ინსპირაცია, კი ბატონო, მაგრამ ადაპტაცია არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. ისიც გავიფიქრე ფილმი რომ ჩამოხჩობით დაიწყო, მე ისიც გავიფიქრე რომ მეთქი რაღაცა ულტრარეალურ მიმართულებით ხო არ წაიყვანა, მეთქი აი ხო არ აღმოაჩენ და მე რომ ნახე რომ ჰითკლიფს და ქეთის რომანი ქონდათ, მეთქი ოკეი, მაშინ ესე იგი შეიძლება საზოგადოებამ აღმოაჩინოს რომ ქეთი უღალატა ქმარს და შეიძლება ქეთი ჩამოახჩონ. მეთქი რაღაცა ვაფშე სხვა მიმართულებით წაიყვანოთ, ოკეი? კაი და არც ეგ მოხდა და ანუ მთლიანად უგუნებელ ყეს ეგ სოციალური კონტექსტი და ჩემთვის ეგ იყო სრულად გაუგებარი. იმიტომ თუ გინდოდა რომ ფენფიკი გადაგეღო რაღაც ფენფიქშენი გადაგეღო რატო მაინც და მაინც ემილი ბრონტ ანუ რატო გააფუჭო რაც არის უკვე კარგი და ან შეცვალ ან თუ ულტრირებულს აკეთებ თქვი რომ ულტრირებულს აკეთებ და არ ადაპტაციას. ხო? მარტო იმიტომ ვნახავდი, რომ აი ხლა რაც ვილაპარაკე, ეგ უფრო უკეთ აღვიქვა ჩემით. და ეს სილამაზე რაც აქვს ამ ფილმს, ეგ მაგას გავიცნო. ეგ მეც საზრს ვერ ხედავ რატომ უნდა ვნახავ, იმიტომ რომ ყველანაირი ფუნდამენტური იდეა, რაც იქში არსებობს, არის სამოღებული როგორც ჩანს. აი მარგო რობის გამო ვუყვარს. აი რომ მარგო რობი თქვი და არა ჯეიკობ ელორდი. დიდი მადლობა დღევანდელი ჩვენი დისკუსიისთვის, ჩემთან სტუმრობისთვის. მადლობა შენ. ძალიან მომეწონა და აღფრთოვანებული ვარ წიგნები. ჩაი და ჩემი გარემოა. Tea with Kato აუცილებლად გამოიწერეთ მეგობრებო TikTok-ზე, Instagram-ზე. შემდეგი რომელი რაღაც წიგნი ან ფილმი განვიხილოთ გითხარით და გვიწერეთ აუცილებლად კომენტარებში. დროებით დიდი მადლობა თუ გვიყურეთ. კარგად.